მოგესალმები, დილის 6 საათია, თბილისის ხედი ხელისგულზე გვა გადაშლილი და მე აი ამ ლამაზი ადგილიდან მინდა მოგიმზადოთ ქართული უძველესი ტრადიციული კერძი, რომელსაც ხშირად რაჭულ მარგალიცაც კი უწოდებენ, ეს არის შქმერული, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი და ამბობენ კიდევაც, რომ პატარა ქოხებიდან დიდ მანჰეტენამდეო მისი გემოვა, ესე ამბობენ კიდევაც შქმერულზე. დავანთებთ ცეცხლს და დავიწყებთ კერძის მომზადებას. წავედით. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. შქმერულისთვის დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები, ეს არის ნიორი, რაც თავარია ქათამი, კარაქი, მარილი და წითელი წიწაკა. აი ამ მცირეოდენი ინგრედიენტებით შესანიშნავი გემოები გამოდის და ესეთი ცნობილი კერძი არის მხოლოდ ამ ცოტა ინგრედიენტით და შეუდგეთ უკვე მომზადებას კერძის. მე მინდა პირველ რიგში გავჭრა ქათამი, რომ მოვამზადოთ ტაფაზე დასადებად. ესე ცეცხლზე დავდებთ ტაფას. დავდებთ ქათამს დაბალ ცეცხლზე შესაწვავად ტაფაზე. ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი, როგორც მოგეხსენებათ, არის ნიორი, რომელიც აუცილებლად დანაყულ მდგომარეობაში უნდა იყოს, ჩაჭყლეტი მდგომარეობაში, იმიტომ რომ თავისი წვენი კონდეს, თავისი წვენი შეინარჩუნოს და როცა ქათამს შევწვავთ, ზუსტად აი იმ ცხიმზე, ქათმის შენაწვევ ცხიმზე უნდა მოვთუშოთ დაჭყლეტილი ნიორი. ეხლა ვიწყებთ ქართული ტრადიციული მეთოდით ნივრის დანაყვას. როგორც გადმოცემით ვიცით, ამ კერძის ძირი არის სოფელი შქმერიდან, ულამაზესი სოფლიდან. თურმე ესე ყოფილა, როცა სტუმრები მოვიდა შქმერში ერთ-ერთი ოჯახის დიასახლის, სამწუხაროდ არ ქონია ნიგოზი, რომ ბაჟეში ჩაედო ქათამი, შემწვარი ქათამი და ამიტომ ადგა რძეში და მოთუშულ ნიორში, ჩაჭყლეტილ ნიორში ჩაალაგა ესე ლამაზად, კოხტად და აი იქიდან წამოვიდა უკვე კერძის სახელწოდება შქმერული. დავიწყოთ ნივრის დანახვა. ცოტა მარილი ჩავაყაროთ. ოჰო, რომატი კარგი ამოდის. ამაცობაში ცეცხლით შევუკეთოთ. ჩავგიქრეს. ზუსტადაც რომ მთელ მსოფლიოს უნდა გავაცნოთ ჩვენი კერძების გემოები და ნელ-ნელა პოპულარიზაცია უნდა გავუკეთოთ ქართულ ტრადიციულ კერძებს, ქართულ ტრადიციულ სუფრას. ამიტომ ბევრჯერ უნდა გავაკეთოთ სხვადასხვა გემოებით, სხვადასხვა ქართული კერძები, რომელსაც მომავალში მეც შემოგთავაზებთ მაქსიმალურად ჩემებულს და ტრადიცია არ დარღვეულ კერძებს. მოვიღოთ ეფშზე, სანამ ჩვენი დედალი შეიწვება. გავამზადოთ. მერე ქათმის ცხიმზე შევწვავთ ნიორს, მოვასხამთ რძეს, ოდნავ წითელ პილპილს და დაჭრილ ნაჭრებს, ქათმის დაჭრილ ნაჭრებს მოვასხამთ აი ამ გემრიელ შეზავებულ
соус არაჩვეულებრივი ხედის ფონზე მაქსიმალურად ქართული ტრადიციული მეთოდებით ღია ცეცხლზე ვასანაყით და ლამაზი გარემოთი ვამზადებთ ამ კარგ და გემრიელ არაჩვეულებრივ კერძს შქმერულს. ნახოთ აბა ქათამი რა ეტაპზეა. აუცილებელია პირველ რიგში უსაფრთხოების ზომები დავიცვათ ხოლმე, როცა ბუნებაში ვაკეთებთ, როცა ღია ცეცხლზე ვაკეთებთ, კერძებს და ან ცეცხლს რო ვანთებთ, ყველაფერი უნდა კონდეს დაცული, იმიტომ რომ გავუფრთხილდეთ ჩვენ ბუნებას და რამე შეცდომები არ დაუშვათ ბუნებასთან, თორე მერე ძირად გვიჯდება ყველაფერი და ამიტომ სიფრთხილე გვმართებთ ჩემო ძვირფასებო ყველაფერთან, მით უმეტეს ბუნებასთან. ჩვენი ქათამიც გამზადდა, შეიწვა. ავიღებთ ახლა და იმ ცხიმზე რაც ქათამს დარჩება, მოვხრაკავთ ნიორს. ვაყრით ნიორს იმ ცხიმზე, სადაც ქათამი შევწვით. და ურევთ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან არ დაგვეწვას. არ შევწყვიტავთ მორევას. ცოტა რომ შეიბრაწება, უკვე ოქროს ფერს რომ მიიღებს. მერე დავასხამთ რძეს. აი უკვე ოქროს ფერიც მიიღო იორმა. რძესთან ერთად უნდა ადუღდეს მოთუშული ნიორიც. მოვაყაროთ ცოტაოდენი ძალიან ცოტა დაღერღილი წითელი წიწაკა. ცოტა არომატისთვის. ტაფაზე მოვაყაროთ მარილი. ცოტა წამოდუღდეს წიწაკიანი, მარილიანი და ნივრიანი რძე და მოვასხამთ ჭურჭელში ჩვენს ქათამს და გამოვა ჩვენი ლამაზი კერძი შქმერული. ვიღებთ შქმერულის соус, რაც გავამზადეთ. ვასხამთ ჩვენს ქათამს. შქმერულიც მომზადდა, დავაგემოვნოთ. ვნახოთ როგორი გამოგვივიდა აი ამ ლამაზ გარემოში, საველე პირობებში და გირჩევთ თქვენც გაამზადოთ. გაგვიზიარეთ კომენტარებში, დაგვიწერეთ შენიშვნები, რჩევები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. მე პირადად აუცილებლად გავითვალისწინებ. მანამდე კი გავსინჯოთ ჩვენი მომზადებული შქმერული. პური ძალიან მაგარია. ასო მეუბნებიან იმას, რომ შენ კერძებს აკეთო. რავი, მე ცუდი როცა და კაი როცა იმასაც ვამბობ და იმასაც და ეხლა რაც კაია, კაია ვერ წაათმევ. სერბადერის ამას და დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ, ზარისღილაკი დააყენეთ, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს ჩვენი კერძები, ჩვენი ვიდეოები. ძალიან ბევრ და სასიამოვნო ვიდეო შემოგთავაზებთ, ძალიან ბევრ ლამაზ გარემოს გაჩვენებთ. აუცილებლად არინანებთ ჩვენთან ერთად ყოფნას. მე არ გავჩერდები, კიდე მივიწევ. დილის 6 საათზე რომ ცოტა ნივრიანი კერძით იწყებ. დღეს ცოტა ხერხულია, მაგრამ არა უშავს. შქმერულია, ტრადიციული კერძია, რომელიც უგემრიელეს განწყობაზე დაგაყენებს მთელი დღის განმავლობაში დარწმუნებულია. კია, რაჭული
ხვანჭკარა კარგი, მაგრამ არა, სამწუხაროდ ეხა არა მაქვს და არ არის პრობლემა. მე ჩემს რაჭველებს რაჭაში რო ჩავალ, ჩემებურ შქმერულს გავასინჯებ და აი იქ დავლევ ზუსტად რაჭულ ხვანჭკარასაც. გაიხარეთ. დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ.